ვიცი თქვენ თუ დავაზუსტებ. მოგესალმებით. ანუ მინდა დავაზუსტო. ანუ Alpen Gold, Milka, Oreo, Barni, Belvita და საქართველოში წარმოება? არა. შემოგვაქვს. ხო, ანუ თქვენ ხართ დიდი მწარმოებელი საქაური წარმომადგენელი. თქვენი დისტრიბუტორი ზის აქვს? არა. კარგით. ასევე კითხვა მაქვს. 23-დან 24-მდე რადიკალურად არის შემცირებული თქვენი ფასნამატი. ან თვითღირებულებას. ბატონო? მოდელის 23-დან 24-მდე. ხო, 23-ში იყო 54%-იანი ფასნამატი ქონდათ და 24-ში გაქვთ 20%-იანი. კი, ბატონო. ანუ რა მოგცათ ეს мотиваცია? ანუ და ჩვენ გაგვიაფთა თუ არა, ანუ მომხმარებელს გაუიაფთა თუ არა თქვენი პროდუქცია? კიდევ ერთხელ ხაზ გავუსვავ იმას, რომ თუ შევხედავთ ნედლეულის, ესე რომ ვთქვათ, ბაზარს მსოფლიოში რა, შოკოლადის ღირებულება 23 წლიდან 23 წელი, 24 წელი და 25 წელი გახუთმაგდა. თუ ღირდა საშუალოდ 1 ტონა, ესე რომ ვთქვათ, პროდუქტი გახდა 5 მაგი გახდა 10,000. აქედან გამომდინარე, мотиваცია იმის, რომ ფასი არ აგვესახა ბოლომდე. ანუ ამით მივიღებდით ბაზრის დანგრევას, ხო, ესე რომ ვთქვათ რა. ანუ მომხმარებლის უკმაყოფილებას და ასე შემდეგ რა. ანუ რეალურად თქვენს წილად მოიკელით ეს ცვლილებები ზოგადად პროდუქტის თვითღირებულების ნაწილზე და ეს არ ასახეთ მომხმარებელს. კარგით, მადლობა. კარგით, მადლობთ ბატონო ზურაბ. ბატონო ვახტანგ, გისმენთ თქვენი კომპანიის შესახებ ორი სიტყვით. მოგესალმებით, მე წარმოვადგენ შპს Sharp Trading-ს. ჩვენი კომპანია ბაზარზე მუშაობს უკვე თითქმის 27 წელია. ძირითადად დაკავებული არის სახლის დასუფთავების საშუალებების და პირადი ჰიგიენის პროდუქტების იმპორტი და დისტრიბუციით. ადგილობრივი წარმოების პროდუქტი ჩვენ პორტფელში არ არის მხოლოდ იმპორტირებული პროდუქტის საუბარი. დაახლოებით რამდენი ადამიანი ხართ? საქართველოს მასშტაბი დასაქმებულია დაახლოებით 600 ადამიანი. ხო, ძალიან კარგი. თქვენ შემთხვევაში მაინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანი ციფრები არის აქ. საერთოდ მთლიანი მოგების მარჟა, gross profit-ი, ასე რომ ვთქვათ, 2024 წელს იყო 33%. და ძალიან მაღალი იყო, ასე რომ ვთქვათ, ფასნამატი, საშუალო გამოდის სადღაც 51%, რომელიც მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე სექტორში მიღებული არის და ეხლა სექტორის სტანდარტი არის ზედაზღვარი არის 15%, ასე რომ ვთქვათ, სადაც ბაზარის დიდი ბაზარზე ვამბობთ. ახლა საქართველოს რადგანაც შედარებით პატარა ბაზარი აქვს, შეიძლება ცდომილობა გქონდეს, მაგრამ ასე დიდი ცდომილება რითქით არის გამოწვეული და მათ შორის საოპერაციო ხარჯები გაქვთ 25%. და gross მარჟაზე იბიდაც ხო ეს სექტორისთვის ასე მოვთქვათ ძალიან მაღალია. 13% და რითი არის გამოწვეული? არასაკმარის კონკურენციასთან გვაქვს საქმე, თუ რასთან გვაქვს საქმე, ამიხსენით თქვენი კომპანია მნიშვნელოვნად თუ არის კონკურენცია და სადღაც იბიდა არის 4-5% დისტრიბუციაში, მე რაც ვნახე და ზოგან ნაკლებიც არის. თქვენ შემთხვევაში არის ანომალიასთან გვაქვს საქმე. ისა 2023 წლის იბიდას არ ვიტყვი 30%-ია და ამ შემთხვევაში 24 და რა კონკურენტული უპირატესობა გაქვთ ასეთი, რომ ბაზრის სხვა მოთამაშეებს ზე სამჯერ წინ ახართ. რა ისგან არის ეს გამოწვევა? მოგახსენებთ. თქვენ უყურებთ რეპორტაჟზე გამოქვეყნებულ ანგარიშგებებს, რომელიც არის შესრულებული IFRS სტანდარტით. ხო. IFRS სტანდარტი თავის თავში გულისხმობს შემოსავლებში უკვე დაკლებული არის ის მარკეტინგული ხარჯი იქნება, cashback იქნება, ფასდაკლება უკვე დაკლებული არის მაგთან ხაზე. შესაბამისად, თუ თქვენ გაყოფთ ჩვენ ხარჯებს price list-ით გასაკით ფასზე, ანუ ჩვენი ფასი რაც არის price list იმას თუ გაყოფთ, ეგ არის რადიკალურად სხვა რიცხვი. დაახლოებით შედარება რო გითხრათ, ახლა იბიდას მარჟა ახლა როგორი ანალიტიკაც არ უნდა წარმოვოთ, ეს არის დაბეგვრავდე მოგების მარჟა. ხო, ამაზე ახლა ვიდავებთ, ეს მეგონებით რომ იბიდას მარჟა არასწორია, არ არსებობს. არა, ნახეთ, უბრალოდ რა გიხსნათ. თუ პროდუქტს ყიდი მე 10 ლარად და თვითღირებულება არის ამ პროდუქტის 5 ლარი. 5 ლარი უნდა გავუყოთ 10 ლარზე, რომ გამოვიყვანოთ ჩვენი gross margin, ხო ესეა? მე gross margin-ზე არ გეუბნებით, საუბარი არის საბოლოო
როდესაც გავოაკელით საოპერაციო ხარჯი, revenues გამოვაკელით კოქსი, გამოვაკელით საოპერაციო ხარჯი და დაგვრჩა EBITDA-ს მარჟა. კარგად გესმით, რაზეც გეუბნები. ამ შემთხვევაში ერთ შემთხვევაში 30% გქონდა 2023 წელს და ამ შემთხვევაში 14%. მე მინდა მესმოდეს როგორი კონკურენტული უპირატესობა აქვს ასეთი ბაზარზე, რომ ასეთ შტაბ-შტაბ შედეგებს აღწევთ და მაინტერესებს, აი ჯერის მაინტერესებს ფასნამატი რატომ არის და ასეთი მაღალი და საოპერაციო ხარჯების ასევე მაღალია ნაწილობრივ, მაგრამ ისეთი არა და ამის თუ აგვიხსნით, კარგია, შეგიძლია არ გვიპასუხოთ ესეც. არა, როგორ არა, უბრალოდ ვცდილობ რომ აგიხსნათ, მაგრამ მე მგონი არ გამომდის. მოკლედ, თუ თქვენ ამ რიცხვებს გაყოფთ price list-ის ფასით გაყიდვებზე, მიიღებთ სხვა რიცხვებს და თუ გაყოფთ იმ გაყიდვებზე, რაც მე რეალურად ფული შემომივიდა, მიიღებთ სხვა, იმიტომ რომ მაგათ შორის ასთან არის 40%. ხვდით? თქვენ რასაც იძახთ, თქვენ მეუბნებით ახლა მე რომ არსებობს მარკეტინგული ხარჯები, როგორიცაა rebate-ები, მარკეტინგის კოსტი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, cashback-ი და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენ გამოვაკლებთ, უყურეთ, მაგ შემთხვევაში ორივე მხარე უნდა შეამცირო, როგორც revenues ნაწილი უნდა შეამცირო, ასევე პროპორციულად უნდა შეამცირო OPEX-ის ნაწილი. და შესაბამისად პროპორცია პროცენტში არ შეიცვლება, მე ამას გეუბნებით და როდესაც ჩვენ EBITDA-ზე ვსაუბრობთ, EBITDA არის ბოლო კომპონენტი ამ მენეჯერიალ, ასე რომ ვთქვათ, accounting-ში, რომელიც გამოდის მაგალითად გეკითხებით, რა უპირატესობა გააქვთ თუ საოპერაციო არაფერი უპირატესობა განსაკუთრებული არ გვაქვს. საოპერაციო ხარჯი არის აბსოლუტური სიდიდე, რომელსაც თუ გავყოფთ price list-ის ფასზე მივიღებთ სხვა პროცენტს, თუ გავყოფთ IFRS სტანდარტით იმ თანხაზე, რა თანხასაც უკვე დაკლებულია ეს ყველაფერი ასე ველაპარაკეთ, მივიღებთ სხვა თანხას. და ამათ შორის სხვაობა არის გასაყოფი მნიშვნელობაში არის 40%-იანი განსხვავება. მოდი ერთ წუთით. არ მოდი დავაზუსტოთ, რომ გასაგები იყოს მოსახლეობისთვისაც და ეს ერთ წუთით რა. არ მაგ იგივეს მეუბნები, ოღონდ გასაგები რო იყოს, მასე ვერ შეთანხმდებით ის ერთ სამოს თქვენ მეორეს მესმის ორივე, მაგრამ აი ნახეთ რაზეც ამოდით. აბსოლუტური ციფრი ხო არ იცვლება? იცვლება უგეუნებათ, იმიტომ რომ ეს მე ხარჯის აბსოლუტური რიცხვი, ხარჯის აბსოლუტური ასე ვთქვათ მაშინ. აი თქვენი რაღაც საქონელი, რასაც ახლა ამობდით, ღირს 10 ლარი, ხო? კი ბატონო. მაგრამ მე რომ მივიდე მაღაზიაში ვიყიდი 10 ლარად. კი ბატონო. ამას გამოვაკლოთ აი მაღაზიის რაც არის ხარჯი, თქვენის cashback-ით არ თუ რამე არ აქვს მნიშვნელობა, მაღაზიას რამდენიმე აქვს. რაც მივეცით ყველაფერი რომ გამოვაკლოთ. გამოვაკლოთ ეს და საწყობში რა ფასად გქონდათ. აი თქვენ რამდენი გრჩევათ პროცენტი? 12.5% პლუს 1.5% ან 14%. ანუ თქვენ გრჩევათ 13%, 13-14%. ოპერატიული ხარჯებისთვის და ხარჯები. საოპერაციო ხარჯები. ხარჯი. კი. 13%. კი ბატონო. აბა მაშინ ეს როგორ გამოდის? ესე საუბარი. აი მაგას გიხსნით, აი თუ შეიძლება რომ მაშინ უბრალოდ რიცხვებს დავწერთ. იქით მივდივართ, რომ რამდენი აქვს ფასნამატი ამ კომპანიაში და 13-იო გეუნებოდა. ნახეთ, თუ რო გამოვაკლებთ, ანუ ნეტ შემოსავალს, რასაც ვიღებ, იმას ყველაფერს რო გამოვაკლებთ, მაგის მერე კომპანია რჩება 12.5-13% ხარჯები. ამას ემატება დაახლოებით 4% მოგება და ანუ ნეტ მარჟა გამოდის 17%. მე უბრალოდ ნახეთ რას გიხსნით. თუ price list-ის ფასით რო გამეყიდა, გავყიდიდი 100 ლარს, მე სინამდვილეში 100 ლარი გავყიდე 60 ლარად. ხვდებით? და ჩემი ხარჯები არის 30. 30 რო გავყოთ 100-ზე, სხვა პროცენტს მივიღებ და 30 რო გავყოთ 60-ზე, სხვა პროცენტს მივიღებ. აი ამაზე რო საუბარი. მე გეუბნებით რომ მაგ revenues აუდიტი ორივე საკლებს, მაგრამ საერთო ჯამში კითხვა მაქვს ძალიან მარტივი მაშინ. EBITDA-ს მარჟა არასწორია, ამას მეუბნებით თქვენ კომპანიის და ისა IFRS-ის მარჟა არასწორია. IFRS სტანდარტით სხვანაირად ითვლება. Net profit-ის მარჟა არასწორია, ამას მეუბნებით. Net profit-ის მარჟა თუ რასაც უყურებთ, net profit-ის მარჟას მე რასაც უყურებ 2024 წელს თქვენი აუდიტის რეპორტით არის 16 მილიონი. ეს არასწორია თქო. 24 წელს
16 მილიონი. 16 მილიონი 330,000 ეს სწორია თუ არა სწორია ხო? ეს გამოდის იმ ციფრებიდან მე რასაც გეუბნებით თქვენ და ამ შემთხვევაში ხო EBITDA გაქვთ 20 მილიონი. EBITDA-ს პროცენტი გამოდის 13.8. მარტივად გეუბნებით. რა თქმა უნდა, ამას შემდეგ აკდება ინტერეს კოსტი, ამორტიზაცია, ასე შემდეგ, თუმცა ამორტიზაცია არ არის cash-აიტემი. ხო და საერთო ჯამში ესე იგი ეს ციფრები სწორია, მე რასაც გეუბნებით. კი ბატონო, აბსოლუტურ მნიშვნელობაში სწორია. ხო და ესე იგი მაინტერესებს ახლა რა კონკურენტული უპირატესობა გაქვთ ასეთი, რომ ჩვენც გვინდა ვიცოდეთ და სხვა კომპანიებსაც მინდა უთხრათ, რომ მათაც გქონდეთ ეს კონკურენტული უპირატესობა და თუ მეტყვით, თუ არ მეტყვით, შეგიძლია არ მითხრათ. კომერციული საიდუმლო არ შეგიძლიათ. არაფერი განსაკუთრებული. საიდუმლო არ არის, არაფერი განსაკუთრებული, ღია ვარ. არა, ნინო, როგორ არ არის ესა, როდესაც 14% და ამ შემთხვევაში სადღაც net profit-ი ბრუნვისა დაახლოებით სულთამოგეთ 11% ესე უაღრესად, ასე რომ ვთქვათ, ისეთი მარჟაა სექტორისთვის, რომ არაბუნებრივად მაღალი მარჟაა და ყოველ ჩემთვის მნიშვნელოვანია რა ბიზნეს ფაქტორები იწევს ამას არაბუნებრივად მაღალ მარჟას და როგორ რა კონკურენტული უპირატესობა გაქვთ? არაფერი განსაკუთრებული, რო ნახოთ ჩვენი ასორტიმენტი რასაც ვწვდით, არაფერი განსაკუთრებული შიგნით არ არის. და ამას გარდა არსებობს ყველა პროდუქტი, რასაც ჩვენ ვყიდით, შემოდის არ მარტო ჩვენ შემოგვაქვს ჩვენს გარდა უამრავ ადამიანს. შესაბამისად, ეგ ბაზარიც არეგულირებს თვითონ მაგას. გასაგებია. და შემიძლია ერთი რამე გითხოთ, საცალო ქსელებში თქვენი პროდუქციის რა წილი არის და არასაცალოში? დაახლოებით 70-75 არის ორგანიზებული ვაჭრობა და დანარჩენი არაორგანიზებული. და გადახდის პერიოდები როგორ არის საშუალოდ? გადახდის პერიოდი არის შემდეგი 24 წელი დავამთავრეთ 63 დღე იყო და გაგვეზარდა 74 დღეზე. 63 დღე გაგვეზარდა 75 დღე ხო? აი თქვენ შემთხვევაში და სესხი არა გაქვთ ხო საერთოდ? სესხი გვაქვს. ძალიან ცოტა. 18 მილიონი. სესხის გაზრდილი გაქვთ ხო? კი ბატონო, სესხის გაზრდილი. ხო. ერთი კითხვა შეიძლება. შეიძლება. თქვენ ბატონო ახტანგ როგორც ვკითხულობთ, თქვენს ინფორმაციაში ხართ ექსკლუზიური წარმომადგენელი როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში. ხო, სწორია. და სომხეთზე მინდა გკითხოთ, რომ საინტერესო იქნება ის პირველ რიგში მინდა გკითხოთ ეს ფინანსური მაჩვენებლები ითვალისწინებს თუ არა სომხეთში ოპერაციებსაც კომპანიის, რაზეც ბატონი შოთა გეკითხებოდა, ეს ერთი დავაზუსტოთ. თუ განცალკევებულად გაქვთ თქვენი ფინანსური მაჩვენებლები, ეს დავაზუსტოთ და მე მეორე კითხვას დაგისვათ. რაც შეეხება სომხეთში ჩვენს წარმოდგენას, იქ წარმოდგენილი ვართ სხვა შპსთ, სომხური შპსთ. შესაბამისად, იმ კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ამაში არ შედის, მაგრამ თვითონ სტრუქტურა, აი ეს ფასწარმოქმნის და მარჟინალობის და ასე შემდეგ იგივეა რაც ჩვენ. კი ბატონო, და იმად მივდივარ ახლა მეც, თუ შეგიძლიათ, თუ გაქვთ ინფორმაცია, ნუ გასაგები გექნებათ, სომხეთის გამოცდილება რო გითხრათ, ხო? ანუ ყველა იმ ასპექტში, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რაც გვაინტერესებს, დავუშვათ, დისტრიბუტორების მარჟები, საორგანიზებულ საცალო ქსელებთან ურთიერთობა, ჩვენთან არსებული მარკეტინგული ხარჯები და კეშბექები, თაროს გადასახადები და ასე შემდეგ და სომხეთში როგორი ვითარებაა და ზოგადად არის თუ არა რადიკალური სხვაობა საქართველოსა და სომხეთს შორის. სომხეთის ბაზარი მათ შორის გადახდის პირობები აი ეს ვადებზე როა საუბარი, მოკლედ ყველა იმ კომპონენტში, რაზეც აქ მიდის საუბარი. სომხეთის ბაზარი ცოტა განსხვავებულია საქართველოს ბაზრისგან შემდეგი მიმართულებებით. პირველი იქ არის ერთი ძალიან დიდი მოთამაშე და შემდეგ მოდიან უკვე სხვა დაახლოებით 10 პლუს მინუს საშუალო დონის მოთამაშეს ორგანიზებული ვაჭრობის კუთხით და ეგრეთ წოდებული ტრადიციული გაყიდვების სტილი უფრო პატარაა იქ ვიდრე ჩვენთან. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება თვითონ სავაჭრო პირობებს, რომელიც არის ეს კომერციული პირობა, პრომოუშენის სიღრმე და ასე შემდეგ, სომხეთში არის დაახლოებით 2.5-ჯერ უფრო ნაკლები ვიდრე საქართველოში. ეს მეორე. ბოდიში გულისხმობთ მარკეტინგულ ხარჯებს. კი ბატონო, აი რაც მეკითხარით, რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს შემტევრის შემთხვევაში 51% დავამთავრეთ 25 წელი. იქ ეს არის დაახლოებით 15-18%. კი ბატონო, ძალიან საინტერესო ინფორმაცია. და რაც შეეხება გადახდის პირობებს, იქაც დაახლოებით 9.5 არის ვიდრე საქართველოში. ანუ
რო დავაკონკრეტოთ. საქართველოში გვაქვს. თუ მიხდიან 75 დღეში, იქ იხდიან დაახლოებით 35 დღეში. კი ბატონო, და დაახლოებით ნახევარი თქვით ვორცდები მარკეტინგული ხარჯები. ცოტა უფრო ნახევარი. კი ბატონო, მადლობა. დავუკაცრავად, თქვენს ხო არა გაქვთ ინფორმაცია, რაიმე საკანონმდებლო ჩარჩო ხო არ არეგულირებს სომხეთის შემთხვევაში? გულახდებათ თუ გითხრათ, მე მაგნატისში სანამ დაამთავრებთ, რო ბრძანეთ რომ უფრო ადრე მიხდიანო 75-ის ნაცვლად ორჯერ უფრო. ეს რამდენად ფასზე როგორ მოქმედებს? ფასი ზოგადად ჩვენთან რა პროდუქტებიც არის წარმოუდგენელი, არის ორნაირი მიდგომა არის. ერთი მიდგომა არის, როდესაც მწარმოებელი თავიდან ბოლომდე მიყვება ამ პროდუქტის ფასს და ამბობს, რომ თაროზე უნდა გიყდეს ამდენი, ობიექტის ამდენი, შენ უნდა გაყიდო ამდენად და არ უნდა დაგჭირ შენ ამაზე მეტი. არ არის პროდუქტები, სადაც ამ დონეზე არ ერევა მომწოდებელის, გეუბნები რომ ამ ფასად ყიდულობ და იმის შემდეგ უკვე შენ როგორც მოახერხებ და ასე ვთქვათ, შენ კვალიფიკაციიდან გამომდინარე, რასაც მიაღწევ, ისე იმუშავე. ეს მიდგომა თვითონ ეს ხარჯების სტრუქტურის მიდგომა საქართველოში და სომხეთში იდენტურია. პლუს-მინუს ერთ და იგივე შეიძლება 1%. მარტივ კითხავს გისვამ. იმიტომ რომ გიხდიან უფრო ადრე ეს ფასზე დადებითად მოქმედებს. რასაკვირველია დადებითად მოქმედებს, იმიტომ რომ არ არის საჭირო იმდენი მოზიდული სახსრები, რაც ხო გასაგებია. ფასი იგივე რჩება. ფასი რაღაცეები ცოტა იაფია, რაღაცეები ცოტა ძვირია. სამწუხაროდ მასზე არ ჩანს, მაგრამ ბრძანეთ კიდევ. ერთი კითხვა, თუ ხართ ინფორმირებული, რაიმე საკანონმდებლო ბაზა ჩარჩო ინსტრუმენტები როგორ არის ეს იქ რეგულირებული? დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთ კანონმდებლობის შესახებ არ მსმენი. ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება ერთ წუთი. აი წინა შეხვედრაზეც დავსვე შეკითხვა. აი თქვენ შემთხვევაში დიდი მოგება გაქვთ, მერთვა მოგახმაროთ აქ საუბარი ამაზე არ არის. რამდენიც არ უნდა მოაკვდეს. ჩვენ დავარწმუნდით უკვე რომ მაღაზიებთან დაკავშირებით მისახედი ეგ თემა და ახლა თქვენც ამბობთ ამას. მაგრამ თქვათ, იქ გასწორდა ყველაფერი კანონმდებლობით იქნება დადგილებით თუ სხვა რამით. და თქვენთან მეტი თანხა წამოვიდა, უფრო მეტი მოგება დაგჭათ, შემოსავალი ასე ვთქვათ. გაიაფებთ პროდუქტს? რაღაც დონეზე რასაკვირველია. რაღაც დონეზე რას ნიშნავს? იმდენით ვერ გაიაფებთ, რაც დაგჭებათ? ჯერ იმაზე საუბარი არ დაგჭირება წარმოუდგენელი ახლა განსაკუთრებით. მაგრამ რატო ამბობ, იცით? დიდწილად მოხდება ამის ასახვა ფასში. აი, როდესაც მეგობრები საუბრობდნენ, იქ ცოტა სხვა სიტუაცია არის თქვენთან, კიდევ ჯერ რაც მეტი მოგება გექნება და მდიდარი კომპანია იქნება, ჩვენთვის ეს კარგია, მაგრამ აქ ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს, სურსაცია საუბარი და საუბარია იმაზე, რომ სურსაც არ გვიდით. აბა რაზე არის თქვენ? ჩვენი პროდუქტები არის შამპუნი, სახლის მეულის საშუალება, სახეხის არეციფტაცია, აი მაგ მაინტერესებს, რომ ქაღალდი თქვენ შეზღუდული არ ახართ ფასების დაწესებით და რატო მოუკლებთ თქვათ ფასს? არა ნახეთ, რაღაც მიმართულებით ჩვენ შეზღუდული ვართ, კონკრეტული მწარმოებელი ფასს მიკონტროლებს და ზუსტად ის ჩაშლილი ჩემი მარჟინალობა არის იმის მიერ მოცემული, რომ შენ უნდა გაყიდო რაღაცა ამ ფასად, შენ უნდა გქონდეს საოპერაციო ხარჯებისთვის 12% და მოგება უნდა დარჩეს 23%. ანუ კონკრეტული მწარმოებელი მე ესე მემუშავება. და ეს არის მისთვის დანერგილი პრაქტიკა, რომელიც არის თქვა არა მარტო საქართველოში, არამედ ეს ხდება საქართველოზე, კავკასიაზე, შუა აზიაზე, ზოგ შემთხვევაში ევროპაზე და ეგ გასაგებია როგორ გიმუშავებათ, მაგრამ ფაქტი ხო ერთია, რომ თქვენ მეტი გაქვთ მოგება ვიდრე სხვებს. და ხო აქამდე შეიძლებოდა მას შემცირება. მე არ ვამფრო შეამცირეთ, უბრალოდ შეიძლებოდა და მაშინ თუ სავაჭრო ქსელში დავარეგულირეთ და თქვენთან მეტი მოგება დაგჭათ, რა არის იმის გარანტია, რომ თქვენ ფასს მომუკლებთ? კონკურენცია. ნუ კონკურენცია რო არ მუშაობს ფაქტია, თუ რა ასე აქამდე არ მივიდოდით. კონკურენცია მუშაობს თან ისეთ საკმაოდძლიერად. ერთ კოლეგებთან რო გადახვალ ისინი სიტყვია 86% არ იქნებოდა ფასნამატი კონკურენცია რომ მუშაობდეს. მე ახლა არ მინდა ეგ შეთანხმებებს და იმაზე ვისაუბრო, მაგრამ რაღაც არის რომელიც არ მუშაობს ისე როგორც უნდა მუშაობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეიძლება სომხეთში, აზერბაიჯანში ან ევროპაში უფრო ნაკლები იყიდეს ვიდრე საქართველოში თან სერიოზულად ნაკლები. აზერბაიჯანში არ გსურვ ნაკლები. სომხეთში რაღაც პოზიციები კი. სომხეთში რაღაც პოზიციები კი. მე ხო რო ვითხრა თუ ექსპერტი რო სომხეთის ბაზრის ამაში საქმე მაგას გეუბნებით. კარგი. მოგესალმებით. დავაზუსტებ კოლეგებთან დასვას კითხვა და საუბარი იყო ჩვენი რეგიონის ქვეყნებზე, ამ შემთხვევაში სომხეთზე მაქვს კითხვა და თქვენ ახსენეთ, რომ ეგ მარკეტინგული ხარჯები განსხვავდება იმ მარკეტინგული ხარჯებისგან, რაც საქართველოში ფიქსირდება.
და ანუ კითხვა მაქვს რა არის განსხვავება მიზეზები, რატომ განსხვავდება ეს მარკეტინგული ხარჯები და რისგან შედგება, იმიტომ ჩვენ წინა შეხვედრას და ზოგადადაც ბევრი გვისაუბრია და საზოგადოებამაც უკვე გაიგო ეგრეთ წოდებული მარკეტინგული ხარჯები რისგან შედგება, იქნება ეს кэшბექი თუ სხვა რაღაც მარკეტინგული სერვისის დანამატი, რასაც ქსელური მარკეტი შეიძლება უზრუნველყოფდეს. აი როგორია თქვენი ინფორმაციით, რადგანაც იქაც მუშაობთ, ეს განსხვავებები, იმიტომ რომ ხო პირველადი მოხმარების საკვები არ არის, მაგრამ ის აუცილებელი კომპონენტებია თქვენს მიერ, თქვენი პროდუქცია, რაც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, მათ შორის ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე, რომ იგივე რა ვიცი კბილის პასტა იქნება თუ სარეცხი ფხვნილი თუ შამპუნი, ეს ფასები აშკარად ძალიან განსხვავებულია იმ ფასებისგან იგივე პროდუქტებთან მიმართებით, რომელიც ევროპის ქვეყნებშია. დავანებოთ ევროპის ქვეყნებს თავი, დაახლოებით იგივე ბაზარია სომხეთში და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს მარკეტინგული ფასის სხვაობა ფიქსირდება. აი, ამაზე მეტი ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ საზოგადოებისთვის, ასევე შესაძლებს დავყავართ მარტივ ენაზე, რომ ჩვენც და საზოგადოებასაც უფრო მეტი წარმოდგენა შეგვექმნას ჩვენი მსგავსი მეზობელი, ჩვენი მსგავსი ბაზრის მქონე მეზობელ ქვეყანასთან მიმართებით. მადლობა. გულახდილად რო გითხრათ, მე სომხეთის ბაზარზე მე თვითონ არ მიმუშავია, არც ხელმძღვანელ, რაც ყურმოკვდით ვიცი, ეს უბრალოდ ისტორიულად, როდესაც ვითარდებოდა აი სიღრმეები ამ ჯამურად მარკეტინგული ბიუჯეტის, რომელიც შედგება როგორც ფასდაკლების და რომელიც მიდის მომხმარებლამდე, ასევე ფიქსირებული კომერციული პირობებისგან პროცენტში ასახული, საქართველოში უფრო დიდი ტემპით ადიოდა ზემოთ და ბაზარი ამას მიუყვებოდა ვიდრე სომხეთში. აი ეს არის და იქ სავარაუდოდ იმ ქსელებმა იმას ვერ მიაღწიეს. ესე ვთქვათ, რომ უფრო მოგრძალებულად ვითარდებოდა მარკეტინგული სერვისები და ვითარდება სომხეთში, ვიდრე ეს არის საქართველოში. რაც ერთის კუთხით კარგია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ აჩვენებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად უფრო სწრაფად ვითარდება და რაღაც მომხმარება, თუმცა მომხმარების ხარჯზე, ანუ ჯიბეზე აისახება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის გარკვეული წილი ეკონომიკაში, ასე რომ ეს სწორედ ის საკითხია, რაც ჩვენი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა, ხო? ბუნებრივია кэшბექსია საუბარი, იმიტომ რომ მარკეტინგული ხარჯის ერთ-ერთი კომპონენტია. მადლობა. უბრალოდ რადგან ყველა წინა კომისიის ხდომაზე გაჟღერდა რაღაც кэшბექების პროცენტი, თუ თქვენ შეგიძლიათ რომ გითხრათ დაახლოებით რა პროცენტი არის кэшბექი? 38 ქონდა 24-ში და 41-ზე ავიდა 25-ში. ეს არის ყველაფრის ჩათვლით, შესვლა, განთავსება და პრომოუშენი. აქედან დიდი ნაწილი მიდის მომხმარებლამდე. ანუ ეს მარტო ის არ არის, რომ თქვა ქსელი იღებდეს ამას. დიდი ნაწილი მიდის მომხმარებლამდე, რაც აისახება. მე უფრო მეცაც გეტყვით, ჩემი ეჭვით სრულად მიდის მომხმარებლამდე, მათ შორის იმ ქსელების გაფართოების კომპონენტიც და ყველა ხარჯი საბოლოო ჯამში ბიზნესი არ მგონი რომ თავის თავზე იღებდეს ამას, თუმცა ქსელების მოსმენებით გვექნება. მადლობა. მაგ იმაზე მოდით მივყვეთ მაგ кэшბექს და ჩვენ მოსახლეობას ბოლომდე გავაგებიოთ აი მაგ ინსტრუმენტები. მე ახლა მარქსელის მხრიდან გიპასუხებ და ვთქვათ, პასუხი არის რომ გადავიდეთ ნეტ ურთიერთობაზე. ვთქვათ, სიტყვაზე. ახლა ეს რას ნიშნავს? თუ 10 ლარიან საქონელზე, ვთქვათ, кэшბექი იყოს 4 ლარი და რომელიც თქვენ ეს გიждდებოდათ, რომ პრომოუშენ ფილ მარკეტინგის და ასეთ ხარჯებში ატარებდით, ნეტ ურთიერთობა ნიშნავს, რომ 10 ლარის ნაცვლად მე მოლოდინი მექნება რომ თქვენგან ერთეულის ფასად საქონელს ვიყიდით 6 ლარად. საბოლოო ჯამში თქვენს საოპერაციო მოდელში რაღაც შემოსავლები შემცირდება, რაღაც ხარჯები შემცირდება, მაგრამ საბოლოო ჯამის ეფექტი რა ექნება? საბოლოო ჯამის ეფექტი ამას ექნება ჩვენი კომპანიისთვის უარყოფით და გეტყვით რატომ. ამ 40%-იდან აი кэшბექი გავაუქმეთ. რა იქნება თქვენთვის შედეგი? ის ექნება, რომ როდესაც სხვადასხვა მწარმოებელი და სხვადასხვა დისტრიბუტორი ერთმანეთის მიმართ ეწევა კონკურენციას, შესაბამისად ისინი მართავენ ამ ბიუჯეტის რაღაც ნაწილს იმისთვის, რომ თაროზე ერთმანეთს გაუწევენ კონკურენცია. მაგალითად, მარკეტინგული ინსტრუმენტია ასე. რომელსაც კარგავს უკვე სადისტრიბუციო კომპანია და მწარმოებელი, რომელსაც წარმოებული არ შეიძლება. და ესე იგი მივყვეთ ახლა პროცესს და ჯაჭვს, რომ ქსელებას მივიღეთ კანონმდებლობა და გავაუქმეთ. გადავიდეთ ნეტ ურთიერთობებში. ამ შემთხვევაში ქსელის მოლოდინი იქნება დისტრიბუტორისგან ყველაზე დაბალ ფასში შეიძინოს პროდუქტი, ხო ასეა? კი ბატონო. და თქვენ დაკარგავთ მარკეტინგულ, ასე რომ ვთქვა, ბერკეტებს,
თქვენი პროდუქციის გაყიდვისთვის. ხო, შედეგად რა შეიძლება მიიღოთ, ისა გვიხსენ? შედეგად შეიძლება მივიღოთ გაყიდვების შემცირება, შესაბამისად, რაც აისახება უკვე ფინანსურ მაჩვენებელზე კომპანიას. ამას ჩავყვები, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი პროდუქცია, რომ 40%-იანი cashback-ით უკეთეს ადგილას არის განთავსებული, მომხმარებელს შეუძლია იდენტური პროდუქცია იყიდოს გაცილებით ნაკლებად ფასად სხვა თაროზე? მე არა ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მომხმარებელი იმდენად მოწადინებული არის და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი რომ ძალიან დიდი ტვირთი არის პირველადი პროდუქცია და მათ შორის ჰიგიენური საშუალებები, ჩემო კოლეგამ არ გაამახვილა ყურადღება, თუნდაც თქვა ცარიცხის საშუალებები, რომელიც ჩვენ ყოველდღიურობა არის ყველა ოჯახის. ამიტომ თქვენ ლოგიკას რო გავყვეთ, cashbacks იმისთვის იხდით, რომ უკეთესად იყოს. cashbacks იმისთვის არ ვქთ, cashback-ის რაღაცა ნაწილი მიმართული არის ფასის აქციაზე. მაგალითად, ამ ერთი კვირის განმავლობაში X ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ სნო 10%-იანი ფასდაკლებით. ანუ რაღაც ნაწილი ამ ჯამური ბიუჯეტს არის მიმართული ამაზე. და შესაბამისად, თუ გადავიდით net მოდელზე, ამის შესაძლებლობა მომაკდება, იმიტომ რომ ქსელი უკვე თავის შეხედულებისამებრ გააკეთებს, რასაც უნდა და როგორც უნდა. ხო, უბრალოდ ანუ ქსელთანაც ალბათ ურთიერთობაში შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება იგივე საპრომოციო promotion ფასებზე და ბერკეტი აღარ არის იმის, იმიტომ რომ როგორც შე პროდუქტი მიყიდე 6 ლარად, იმისია უკვე, რასაც უნდა იმას უსწრებს. უნდა ძვირად გაყიდეს, უნდა იაფად გაყიდეს და ასე შემდეგ. კი, უბრალოდ ამ შემთხვევაში თუ მაგალითად 6-დან 10 ლარამდე 4 ლარი არის, არ ვიცი, ეს მოდელი გაიარეთ, ხო, თქვენ cashback-ი? შემთხვევაში ესეა, კი. და შემდეგ უკვე მაღაზია ქსელი ადებს თავის ფასნამატს. კი ბატონო. და ეხლა ჩვენთან შეხვედრაზე რომ მოვლენ, გვეტყვიან რომ მათი ფასნამატი არის 15%. ანუ თუ თქვენ net მოდელზე გადახვიდოდით, ისინი ამ 40%-საც თავის ფასნამატად გაიტანდნენ ალბათ, ხო? თუ ჩვენ გადავიდოდით net მოდელზე, შესაბამისად ეს 4 ლარი რჩება ქსელის მხარეს და ის ლარნახევარიც რჩება ქსელის მხარეს. ანუ შესაბამისად გამოვიდოდა რომ არა 15%-ს, რაც ესე ძალიან ლამაზად ჟღერს გასაგონადაც ბიზნესის ეთიკიდან გამომდინარეც, არამედ ექნებათ სადღაც 55% ფასნამატი, რომელიც პირდაპირ მიდის მომხმარებლის ჯიბეზე. მოდი მანდ ერთი რაღაცა მინდა დავაზუსტოთ და კარგად რომ მაყურებლისთვის გასაგები იყოს. მე რაც შევისწავლე ამ cashback-ებისა, იგივე მოდელი 10 ლარი, 4 ლარი cashback-ი, ანუ დაფასდაკლება და საბოლოო ჯამში თქვენთვის net ფასი არის 6 ლარი. ქსელების აქციელი მე რაც შევისწავლე, იმათ აქვთ საბაზისო ფასი თქვენ 10 ლარზე, რომელიც შეიძლება იყოს თქვა 11 ლარი და შემდეგ იწყება სააქციო ფასები. და როგორც არის წინა შეხვედრაზე ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა ასეთი რაღაცა ბრძანა, რომ საბაზისო ფასი, რომელიც 11 ლარი, ქსელები ყიდიანო თავიანთი პროდუქციის დაახლოებით 25-30%-ო და 70% იყიდებაო ფასდაკლებით. სთო? რაც იმას და ზოგ შემთხვევაშიო არის რაღაც პროცენტიო იმაზე დაბალ ფასად იყიდებაო, ვიდრე დისტრიბუტორების მიერ მიწოდებული ფასი. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ფასი შესაძლებელია 5 ლარადაც იყიდება 6 შემთხვევაში. იგივე შემთხვევით და საბოლოო ჯამში თუ შევაჯამებთ, ასე რომ ვთქვათ, სხვაობა საშუალოს გამოვიყვანთ საბაზისო და დაკლებულ ფასში, საშუალო ფასი ამ შემთხვევაში საინტერესოა რა გამოდის. ხო, ეგ არის მნიშვნელოვანი, ეგ ის გამოდის 11 ლარი გამოვა, 5 თუ ალბათ სადღაც ახლა ზუსტი ამის მოდელირებაც შეიძლება, სადღაც ალბათ ამ ორ ციფრ შორის შუა ლეჩქა. ეს არის და ეს არის კიდევ ერთხელ ჩემი ახსნით და ჩემი გაგებით და შემისწორეთ თუ ვწდებით, ეს არის დისტრიბუტორების მხრიდან მარკეტინგული და გაყიდვების ინსტრუმენტი, რომლითაც საშუალება აქვთ მათ, რომ ახალი პროდუქტი წარმატებით განათავსოს დახლზე და შესაბამისად მარკეტინგული საშუალებებით მოხახდინოს მისი რეალიზაცია. და თუ კი გადავა net ურთიერთობებზე, თქვენ შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი თქვენ წაგერთმევათ და უკვე ქსელი თვითონ გადაწყვიტავს რა პროდუქტები დაალაგოს თავის დახლზე, რა დადოს წინ, რა დადოს უკან და ამ ლოგიკით ალბათ მე რო ქსელი ვიყო იმ პროდუქტებს, რომელიც ყველაზე იაფია და ყველაზე სწრაფად ბრუნავია, მას დავდებდი ამას ასე რომ ვთქვათ, სამომხმარებლო კალათაში. აი, სწორად მესმის თუ არა ეს მაგ ჩვენ ამჟელობას თუ მიაბავთ ასევე გადახდის პერიოდის შეზღუდვას, ეგ უფრო მძაფრად გახდება აქტუალური ასურიზაცია.
მადლობა, ძალიან საინტერესო არის აი ბიზნეს პროცესი მნიშვნელოვნად ჩვენ მიზანი სწორად გავერკვათ და ეს მაქსიმალურად მოვყვებით ერთ-ერთი ის ვერ არა აქვს მაგას არსებით მნიშვნელობა ახლა მე ახლა ჩემი შეხედულება მაქვს თქვენ რაღაც კონკურენტული უპირატესობა გაქვთ იმიტომ რომ ისეთი პროდუქტები გაქვთ ის სხვასაც არ აქვს და წარმატებას გისურვებთ სხვასაც აქვს უამრავს, ერთს არა, რამდენიმეს ბევრს. კარგი, არ გვინდა მაგაზე კამათი, კარგი. ბატონ ვახტანგ, აი ერთი დავაზუსტო მინდა, წინა შემთხვევაში food services შემთხვევას მაინტერესებს თქვენთან როგორ არის გამოსახული. თქვენც განსხვავებული ფასები გაქვთ დისტრიბუტორიდან, ვისგანაც მოგაქვთ თქვენი პროდუქცია, იმის გამო რომ აქაური ბაზარი განსხვავდება მაგალითად ევროპის ბაზარზე და მაინტერესებს ევროპის ბაზარზე ჩვენი ფასებთან შედარებით რა განსხვავებაა? პირველი რაც შეეხება ფასებს, მე გეტყვით რომ საქართველოში ერთი ესე ასე ვთქვათ დიდი ნახტომი ფასების მოხდა მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და თითქმის ყველა საერთაშორისო მწარმოებელმა დატოვა რუსეთის ბაზარი. ან მთლიანად გავიდა, ან გაყიდეს ბიზნესი, ან დაიტოვეს რაღაც მცირე ნაწილი ადგილობრივი მოხმარებისთვის. შესაბამისად, პროდუქციის ლოგისტიკა დადგა თავდაყირა და პროდუქტი, რომელიც იყო დაალაგებული, მოდიოდა ზოგი პეტერბურგიდან, ზოგი როსტოვიდან, ზოგი მოსკოვიდან, ეხლა მოდის ზოგი ინდოეთიდან, ზოგი პაკისტანიდან, ზოგი სამხრეთ ამერიკიდან და ასე შემდეგ. მაგრამ იგივე პროდუქტია? იგივე პროდუქტია, უბრალოდ სორსინგი შეიცვალა, ასე ვთქვათ, წარმოება შეიცვალა და ამან დაახლოებით 15-20%-იანი ზრდა გამოიწვია ფასების მყისიერით. და ამას გარდა დაახლოებით 6 თვე იყო სულ წვეტები მოწოდებაში, ანუ ხან იყო, ხან არ იყო, ხან შოულობდი ტრანსპორტს, ხან ვერ შოულობდი და ასე შემდეგ. ანუ სადაც 6 თვე ერთი წელი დაჭირდა პროცესს რომ დაალაგებულიყო და ფასები დაახლოებით 20%-ით გაძვირდა შესაძლებელი ფასები სორსინგის შესვლის გამო. გასაგები. და ეს პროდუქცია ევროპის ბაზარზე არის შესული თუ არა? კი ბატონო, არის. რამხელა არის განსხვავება ჩვენთან შედარებით? ვერ გეტყვით რომ არ მოგაწყვეტ ევროპის ბაზარს არ ვადაგებ თვალს. არ მიგიქცევიათ არასდროს ყურადღება რო ჩასულხართ. კარგით, მადლობა. ბატონ ვახტანგთან თუ გვაქვს რამე კითხვები? ყველაფერი დიდი მადლობა. ყველას ეკითხებით ხოლმე რესურსებში ვხედავ. იმასაც გეტყვით. ხო, მაგ კი ძალიან საინტერესოა, ხო, რა თქმა უნდა, ბოდიში. რო გითხარით რომ დიდ რესურსს ხედავ მეთქი ვერა, მაგრამ გადახდის კუთხით აი ეს სესხის შემცირება საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება. დიდი შეღავათი იქნება დაახლოებით. შეიძლება იმ ჯამურ ფასნამატში დიდი არაფერი, მაგრამ რაღაც 1%-მდე შეიძლება ეს გამოვიდეს. კარგი, მან გითხავთ მაშინ, აი მაინტერესებს გადახდის ვადების ასე რომ ვთქვათ შემცირება, რა ეფექტს მოიწევს და მეორე თქვენთანაც მაინტერესებს აი პროდუქციის მიწოდების პროცესში, აი რამდენად განჭირვალეა ხსელებთან, რომ იცით მაგალითად ბევრი პროდუქცია გექნებათ, ეხლა თქვენ შეიძლება 100 მეტი დასახელების და როგორ აი მე მაინტერესებს აი ეს პროცესი გაციფრულებულია გაქვთ კომპანიაში, აი როგორ ხდება სწორი მართვა აი ის გაყიდვების ყოველ კვირის განმავლობაში აკეთებთ ასე რომ ვთქვათ ჩვენი კომპანიის მუშაობის პრინციპი არის ინვოისიდან X დღეში გადახდა, რომელიც არის ხან 75, ვიღაცას 75, ვიღაცა 90. მაგრამ მან რა კითხვა აქვს, აი მაგალითად მივაწოდე 100,000 ვთქვათ წყლის ბოთლი, მაგრამ რამე დინამიკა არსებობს, სადაც თქვენ ხედავთ, რომ ერთი კვირა გავიდა, რა ნაწილი გაიყიდა, აი აი ეს ძალიან მნიშვნელოვნად მაინტერესებს. კონკრეტულ ობიექტებთან არსებობს, კონკრეტულთან არ არსებობს. როგორც წესი, ამაში დამატებით საზღაურს ვიხდით ხოლმე და ამის სანაცვლოდ ვიღებთ აი ამ ინფორმაციას. მაგრამ თქვენი აზრით, თუ მოხდება აღნიშნულის გაციფრულება, ისე რომ ვთქვათ, რომ აი თქვენ საოპერაციო ოფისში თქვენი თანამშრომელი ზის და მას აქვს პროგრამა, როდესაც ზუსტად იცის რომელ ქსელში რამდენი რა რაოდენობის დღის ბოლოს ეს რამდენად გაგიუნჯობესებთ საოპერაციო პროცესებს და ამას ექნება თუ არა დადებითი ეფექტი. გაგიუმჯობესებს ცალსახად და ასევე ექნება დადებითი ეფექტი და რო ავხსნათ რატომ? იმიტომ რომ ვინაიდან ჩვენ ვერ ვხედავ სტატისტიკას რა ხდება მაღაზიაში, იქიდან რა იყიდება და რა არ იყიდება, შეიძლება იქ იდოს ნაშთი ისეთი, რომელიც არ უნდა იდოს საერთოდ, რომელიც აწვება უკვე ფინანსურ მხარეს აწვება, როგორც იმ მაღაზიის, ასევე ჩვენ მხარეს აწვება.
მოხდება ნაშთების ოპტიმიზაცია, რომელიც ეს ტვირთი მოიხსნება ორივე. და კიდევ ერთი მოეხმარებათ თუ არა რომ თქვენ თვითონაც ახლა ბიზნესი არის ხო გასაგებია თქვენ ბიზნესში ალბათ წარმატება არის ის რომ რაც შეიძლება თქვენი პროდუქტი გაიყიდოს რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის მნიშვნელოვანი ბიზნეს მოდელი, აი მე რაც ჩავხედი ახლა ეს თქვენ იმას და აი ეს მოგცემთ თუ არა საშუალებას რომ სწორი იდენტიფიცირება მოახდინოთ იმ პროდუქტების რომელიც სწრაფად იყიდება და უფრო მეტი მნიშვნელობა აქცენტი მაგაზე გადაიტანოს და მეორე მხრივ ის პროდუქტები რომელიც ნელა მოძრაობს ეს წამგებიანია ბიზნესისთვის და ალბათ ამის საშუალებასაც მოგცემს ეს გაციფრულება. რაღაც დონეზე მოგცემს, რაღაც დონეზე არა. ცხადია რომ ჩვენი мотиваტორი იქნება სწრაფად ბრუნვადი პროდუქცია იყოს განლაგებული შეზღუდული რაოდენობის თაროებზე, მაგრამ არის პროდუქტები რომელიც შეიძლება ისეთ სისწრაფით ვერ ბრუნავდეს, მაგრამ სავალდებულოა იმის წარმოქმნა თაროზე. სავალდებულოში გულისხმობს მაგალითად ბაზრის ტრენდი, ეს არის ახალი პროდუქტი, რომელიც ჯერ ხალხმა არ იცის და 5-6 წლის მერე ეს დაიკავებს იმისათვის. ასე რომ თქვა ძელვადიან მაგალითს გეტყვით, როდესაც მოსახლეობის 99% იყენებდა სარეცხ ფხვნილს და შემოვიდა სარეცხი ჟელე, არავის არ უნდა სარეცხი ჟელეს განთავსება თაროზე, როდესაც დღეს უკვე სარეცხი ჟელე უფრო მეტი იყიდა ვიდრე ფხვნილი. ძელვადიან პერსპექტივაში არის. მაგალითად მაგალითად კარგით, მადლობა, დიდი მადლობა. და კიდევ რას ესე გითხარი პერიოდის შემცირება შეგავართია ხარჯების კუთხით გეტყვით კიდე სად ვხედავთ რესურსს მას შემდეგ რაც თბილისში აიგრძალა სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება დილის 8-დან 11 საათამდე და საღამოს 5-დან 8 საათამდე ამან ჩვენი საოპერაციო ხარჯი გაზარდა დაახლოებით 0.7-0.8%. რამაც მოგვიწია დამატებითი მანქანების შეძენა ხალხის 50%-ით გაზრდა იმ ადამიანების ვინც არიან მის მიტანაზე და ასევე მოგვიწია ღამის ცვლის დამატება. ანუ ეხლა ყავს დღის ცვლაც ყავს და ღამის ცვლაც ყავს. მაინტერესებს, აი ძალიან კარგი იმას გადავიდეთ. აი თქვენ საშუალოდ რამდენჯერ გიწევთ, რა ციკლში გიწევთ აი დისტრიბუცია ის ჩვენ აი დღეში სწრაფად ბრუნვად მაღაზიებში პროდუქტი მიგვაქვს კვირაში 2 ჯერ. სწრაფად კვირაში მოდია. საშუალო მაღაზიებში მიგვაქვს კვირაში 1 ხელ და ასე ვთქვათ, ისეთ მაღაზიებში, სადაც ბრუნვა საშუალო სტატიკურზე დაბალია, იქ მივდივართ 2 კვირაში 1 ხელ. როგორ? 2 კვირაში 1 ხელ. 2 კვირაში. უკაცრავ ხალხი რატო დაამატეთ ღამის ცვლაზე და იმიტომ რომ გრაფიკზე გადასვლისთვის? აი ნახეთ სამუშაო თუმცა იმასაც ვიტყვი რომ ანუ ეს არ არის ისეთი ფასნამატი რომელიც არსებით გავლენას იქონიებდა რამეს რა თქვენ თქვით მაგრამ ეს იმ კითხვასო დაუბრუნდეთ ეს ჩემი კომენტარი 12.9%-იან ხარჯში დაახლოებით 1%-მდე არის მაგის ხარჯი ხო მესმის მაგრამ მაინც ახლა დისტრიბუციის გრაფიკს დავუბრუნდეთ ხალხი რატო დაამატეთ და უცებ იმიტომ რომ არიან ადამიანები რომლებიც მუშაობენ დღისი და არიან ადამიანები რომლებიც მუშაობენ ღამით აი ამიტომ მოგვიწია დამატება პლუს ამას ადრე თუ სამუშაო დღე იყო შემდეგი. დილას მოდიოდა ადამიანი 8 საათზე გადიოდა საწყობიდან სამუშაოდ. შუაში ჰქონდა 1 საათიანი, 2 საათიანი შესვენება და ის ბრუნდებოდა 6 საათზე. ანუ შრომის კანონმდებლობას არ ვარღვევდა, სრულად ვიყენებთ ამ ადამიანის სამუშაოდს. ეხლა ეს ადამიანი მოდის არა 8 საათზე, არამედ მოდის 11 საათზე, 11 საათზე გადის სამუშაოდ და 4 საათზე გამრუდეს უკვე რომ მოასწროს სანამ 5 საათი ჩამოკრავს რომ შემოსული იყოს ტერიტორიაზე. ანუ რეალურად ის მუშაობს დღეს 5 საათი, როცა მუშაობდა 9 საათი. ხო, მესმის, მაგრამ მაინც ცოტა ბოლოვანია, იმიტომ რომ აი, მაგნაწილში წერილობით რომ მოგწეროთ შეიძლება რა ოპტიმიზაცია შეიძლება მას ვქნათ და ასევე გეტყვით რომ ძალიან დაგვეხმარა ოპერატიულობაში, ვინაიდან ჩვენ საკმაოდ დიდი ნაშთი გვიდევს საწყობში. აი ამ პროდუქტის მიღება თვითონ მიღების პროცესი საკმაოდ აქტუალური არის, რომ ასე გამართული პროცესები რო იყოს დაალაგებული. ჩვენ მივიღეთ IOS ფენომენი შემოიღო საბაჟომ, რომელიც საბაჟო გამოწმებს და თუ აკმაყოფილებს კონკრეტულ სტანდარტებს, განიჭებს ამ სტატუსს. და ამ შემთხვევაში ამ შეომავალი მანქანების გაწითლების დონე, ეს გაწითლება არის ანუ საეჭვო დერეფანში მოხვედრა. გაწითლები დაბალია, რამაც საშუალება მოგცა, რომ დაახლოებით 1-20%-ით უფრო სწრაფად ხდება ტვირთის მიღება, ვიდრე ადრე ხდებოდა და ამის დიდი მადლობა. მოდი, მაგაზე შევთანხმდეთ, აი ლოგისტიკის ნაწილში რას დაალაგებდით, ახლა ეს რომ მოგწეროთ, რომ ჩვენ კარგად გეგრძნობდეს, იმიტომ რომ ლოგისტიკა მნიშვნელოვანი ბიზნესის პროცესებში მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც უფრო ეფექტურია, ამით უფრო
მთლიანი საოპერაციო ხარჯის ნახევარი არის ლოგისტიკა. და კარგით. იმიტომ თქვენ ხელფასებს რო შევიხედოთ, ახლა მე ახლა რასაც დავინახე, ახლა ეს არის რომ ესეც მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში და ეს ლოგისტიკასთან არის მიბული რომ მათ შორის უფრო მეტი პერსონალი მათ შორის. ახლა ვიგეთყვით advertising marketing ოპერაციები ხელფასები ხო აი 4%-ითაა გაზრდილი 15-16 მილიონი იყო და 20 გახდა ხო სწორად ამბობ კი ბატონო ესეა ხელფასი მუდმივად მზარდია სამწუხაროდ ხმანდ რამდენიმე გამოწვევა არის პირველი გამოწვევა არის რომ დიდი მანქანის მძღოლები ვისაც C კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს მაგაზე მოთხოვნა ძალიან დიდია დღეს საქართველოში და არა მარტო საქართველოში ისინი მიდიან როგორც წესი ევროპაში და იქით ამერიკისკენ ზოგი ლეგალურად ზოგი არალეგალურად სამუშაოდ და იმაზე ასე სატვირთო მანქანებზე მუშაობენ სადაც ანაზღაურება 5-ჯერ და 10-ჯერ უფრო დიდია ვიდრე ჩვენთან იყო ამიტომ როდესაც ჩვენი ხელფასი საშუალო გადამზიდავის გამოდიოდა ხოლმე 1500 ლარი გაორმაგებულია დღეს ეს თანხა კარგით დიდი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენებისთვის და ბევრ რაღაცებს გავიზიარებთ, რასაც გადავალთ დასკვნის ნაწილზე. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. დიპლომატი ხო? დიახ. მოგესალმებით. თქვენთან საინტერესო იქნება. მადლობა. ჩვენ ვართ დიპლომატ ჯორჯიიდან. დიპლომატი არის საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია, მოღვაწეობთ 5 ქვეყანაში და საქართველოში ვართ წარმოდგენილი 2008 წლიდან. დიპლომატი ასევე ივაჭრება საფორდო ბირჟაზე, შესაბამისად, როგორც თქვენ ძანეთ, გამჭირვალობა და საერთაშორისო დონის აუდიტი არის უმაღლეს სტანდარტებზე აყვანილი. ჩვენ პარტნიორები ვართ საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორც არის Procter & Gamble, როგორც არის Nestle და ასე შემდეგ სხვადასხვა კიდე სხვა მცირე თუ საშუალო ზომის კომპანიები. გვაქვს ორი სასაწყობო მეურნეობა, მათ შორის თბილისის მეურნეობა არის A-კლასის მეურნეობა, 12000 პალეტზე გათვლილი ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი სიამაყი საგანი არის, იმიტომ რომ ალბათ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო არის გუშინაც ახლა ყავდა სტუმრები სომხეთიდან, რომელსაც ანალოგიური პროექტის გაკეთება უნდათ, განხორციელება უნდათ ერევანში. ასევე დაახლოებით 10% ჩვენ გაყიდვებში წარმოადგენს ქართული პროდუქცია, ჩვენ თავიდანვე ავიღეთ ეს კეზი, რომ გაგვივითარებია ადგილობრივი ბრენდები, დღესდღეობით ჩვენს პორტფოლიოში გვაქვს 2 ქართული ბრენდი, რომელსაც ვფლობთ კიდევაც ნაწილობრივ და ასევე ვეხმარებით ადგილობრივ წარმოებას, რომ დავაკავშიროთ სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში, რომ გავყიდოთ ეს პროდუქცია. ამავდროულად ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელი და მას ადასტურებს ის, რომ ბოლო რამდენიმე წელია საუკეთესო დამსაქმების სტატუსს გვაქვს, არის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც ამის მოკვლევას აკეთებს. ჩვენ ასევე ვახორციელებთ დასაქმებულების ექსპორტს საქართველოსთან 20+ მეტი ადამიანი არის საქართველოში ჩვენს ოფისში, რომელიც სერვისს უწევს ისრაელის ორგანიზაციას და სამხრეთ აფრიკის ორგანიზაციას, ფინანსები იქნება ეს თუ ნაშთების მართვის მიმართულებით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს გლობალური ექსპერტიზა, რაც გვაქვს, ასევე დავამკვიდროთ საქართველოში, გვაქვს სასაწყობო მეურნეობასთან ერთად ალბათ ყველაზე მაღალი სტანდარტები ავტომატიზაციაში და სისტემებში, გვაქვს ენერგიის SAP-ის ტექნოლოგია, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტია მსოფლიოს მასშტაბით და ასევე სხვადასხვა სისტემები, რომელიც ეხმარება ჩვენს პროცესებს ქვეყანაში. ამავდროულად, იმიტომ რომ ჯგუფის დონეზე ვაკეთებთ მონიტორინგი ჩვენი შესრულებული ხარისხის, როგორც თანამშრომლებზე მოგახსენეთ, ასევე არის ეგეთი Advantage Survey არის, რომელიც აკეთებს სერვისის შესწავლას უკვე ჩვენი კლიენტებისათვის და ჯგუფის დონეზე ჩვენ ერთ-ერთი მაღალი შეფასება გვაქვს ამ მიმართულებით.
და რა თქმა უნდა ვცდილობთ ყოველთვის რომ ინვესტიცია გავაკეთოთ მომავალში ჩვენს ხალხში და შესაბამისად რავი ასევე ხარი დაუჭეროთ იმ ქართული ბრენდების განვითარებას რაც ჩვენ გვაქვს დღეს პორტფელიში. მადლობა ასეთი ინფორმაციისთვის. უბრალოდ რა მაინტერესებს იცით, აი თქვენი აი ზოგადად ახლა დიცურაც რო შევხედოთ. დაახლოებით gross profit-ის მარჟა გვაქვს, ასე რომ ვთქვათ 25% და საოპერაციო ხარჯები გვაქვს 20%, რომელიც არის ძალიან მაღალი და სათხედავთ შესაძლებლობას ოპტიმიზაციის. აქ განსაკუთრებით ახლა თქვენ იმას რო ჩავხედეთ, ხო, ისა მე ახლა იმეუხერხებლება ერთი მხრივ ჩახედვა, მაგრამ უნდა ჩავხედო ჩემი საქმე. დაახლოებით 2024 წელს დაახლოებით თქვენი ბრუნვის 6.3% იყო სხვა ხარჯები. რომელიცაც ეს მარკეტინგული ხარჯები იყო თუ რა იყო, აი საოპერაციო ხარჯებიდან 6.3% იყო ეს ისა და რა იწევს აი ასეთი მაღალ საოპერაციო ხარჯებს რა იწევს ეს იგივე კეშბეკებზეა საუბარი იგივე მარკეტინგზეა თუ ნახეთ მხოლოდ თლიანად 20% საოპერაციო ხარჯი არის დამოკიდებული ბევრ ასპექტებზე და ერთ-ერთი დიდი ნაწილი აქ არის ლოგისტიკური ნაწილი. მე შემიძლია გითხრათ რომ ჩვენი სპეციფიკა ცოტა განსხვავდება იმის გამო რომ გაყიდვა ერთი მაღაზიიდან არის დაბალი, სხვა ჩვენს გამოცდილება მაქვს სხვა ქვეყნებშიც მიმუშავია და აქედანაც ვიცი და თითქმის არც ერთ ამდაგვარ სადისტრიბუციო მოდელებში არ ხდება საცალო აგროვება მაგალითად პროდუქციის, რაც ძალიან დიდი ხარჯის ნაწილს დის. თუ სხვა მიმართულებებით ძირთად ან ყუთებით ან პალეტებით ხდება ლოგისტიკური მომსახურება, ჩვენ შემთხვევაში ხდება საცალო და დამეთანხმებიან კოლეგები. უბრალოდ აძვირებს ასე რომ ვთქვათ აძვირებს მომსახურებას, აძვირებს ასევე მიტანის სერვისს, იმიტომ რომ იქ მითვლის პროცესი არის და ეგ თელ ინდუსტრია ეხა თუ მოგზანდებით გაჩვენეთ ჩვენსაც. კი, მაინტერესებს, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ ესა თვითონ სისტემების მართვის პროცესები, რომელიც ნიშნავს, რომ ეს და სისტემის მართვის პროცესები კარგად გაქვთ აწყობილი, როგორც ჩანს, მაგრამ აი ეს საცალო ისა თქვენ რასაც აღვქვათ რა, ეხა მაგნაწილში თქვენ რაც ბრძანეთ დაახლოებით 12% არის თქვენ შემთხვევაში ლოგისტიკის დისტრიბუციის ხარჯი, რაც არის ჯამურად რომ ეს ბიზნესმა იფუნქციონიროს, ხო და მნიშვნელოვნად მაღალია და აქ რა გამოსავალს ხედავთ? აი თუ მაგალითად თქვენ რო გააკეთოთ სიტყვაზე მე უბრალოდ ხვალ ვფიქრობ. აი რაღაც დიდი ცენტრი, საიდანაც თქვენ კი არ წაუღებთ მცირე მაღაზიებს, რომელსაც ცალობით უნდათ, ისინი მოვლენ თვითონ და აი cash and carry სისტემის გავსი ცენტრი რო გაკეთეთ, ეს თქვენ რას ფიქრობთ, ეს რამდენად ეფექტური იქნება ბაზარზე და რამდენად შეამცირებს აი ამ დისტრიბუციის ამ ნაწილს. ნახეთ, cash and carry არის წარმოდგენილი საქართველოში, ყავს საკმაოდ ძლიერი პარტნიორი. გააქვს ეს სისტემა დანერგული უკვე? და როგორ მუშაობს, აი ეგ მაინტერესებს რომ პატარა მაღაზიებს და მცირე ზომის მაღაზიებს განსაკუთრებით რეგიონებში ისინი ფარავენ, ეხლა ჩვენ გავდივართ მათთან რამდენიმე პროექტს, რომ არის ეგეთი მოდელის საბდისტრიბუტორი, რომ ისინი გახდნენ ჩვენი მცირე რეგიონებში სადისტრიბუტორები და ჩვენ მათგან აიღონ კონკრეტულმა მცირე მაღაზიებმა პროდუქცია. მაგრამ არის აქ ერთი მომენტი ის, რომ ეს სადისტრიბუციო დიდი ცენტრი ჩვენ გვაქვს თბილისში სხვათა შორის და როგორც ძანის ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ერთი გავერთიანოთ ლოგისტიკისთვის რა არის ახლა მთავარი რომ სატვირთო ავტომობილი რომ გავა ის იყოს მაქსიმალურად შევსებული და მოხდეს აბსოლუტურად ოპტიმიზაცია თუ მოხერხს და რამოდენიმეჯერ გასვლა დღის განმავლობაში კარგი არის და ის რომ პატარა მაღაზიები რაღაცად გაერთიანდნენ ალბათ ისინი არ არიან იმ დონეზე რომ ეს ეფექტურობა უკეთესად გააკეთონ ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ შესაბამისად ისინი ვერ იქნებიან უფრო ხარჯი ეფექტური თქვენ ამის და მცირე და საშუალო და მცირე ზომის ქვეყნებში როგორც წესი სადისტრიბუციო მოგისმინე რამოდენიმეჯერ დისტრიბუცია რაღაც ზედმეტი დანამატი არის ამ ბიზნესში მაგრამ ფაქტიურად არსად არ არის ეს როგორი ამოგდებული იმიტომ რომ ჩვენი ბიზნესი ზოგადად არის ეფექტურობის ბიზნესი რა ჩვენ ვართ რაღაც შუაში წარმოებელსა და რიტეილ შორის და ჩვენი
ყოველდღიური ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება ვიყოთ ეფექტურები ჩვენი ყოველდღიური ოპერაციებით რა. გასაგებია 20% არ არის დაბალი, მაგრამ მნიშვნელოვნად მაღალია, არ არის მნიშვნელოვნად თქვენთვის თქვენის გავს კომპანიისთვის გასაკვირია, რომ ასეთ აი მაგალითად შემიძლია გითხრათ, მე დიდი ხანი ვიყავი სამხრეთ აფრიკაში და იქ 16% არის ეს რა, ასე რომ არ არის ესეთი დიდი სხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 60% გაყიდვების იყო პალეტის დონეზე გაყიდვები, ასე რომ ხო, მაგრამ მე ახლა მაგაზე დაგაჩალენჯებ ცოტა, როდესაც ბრუნვა მაღალი არის, თქვენ შემთხვევაში თქვენ ერთ-ერთი დიდი ბრუნის მატარებელი კომპანია ხართ სადისტრიბუციო. ხო, აქ ყოველი 1 და 2% ნომინალში დიდი ციფრზეა საუბარი და 4% ამ შემთხვევაში უაღრესად დიდ შესაძლებლობებს ვქნის. შედგება იმ კომპონენტებით, რაც კოლეგებაც ბრძანეს, მაგალითად ჩვენ თბილისის ეს ცენტრის გამოსვლა ჩვენი მონაცემებით პირიქით დავამატეთ მანქანები, მცირე ზომის მანქანები, ანუ ამ ყოველდღიურობას დიდად ხელი არ შეუწყვია ჩვენი მონაცემებით, ჩვენ ხარჯი გაგვეზარდა და გავუშვით მცირე ზომის ავტომობილები. ასევე ის 4%-ის კომპონენტში არის თქვათ გადახდის პირობებიც. ეხლა მე ციფრებში შემიძლიათ გითხრათ პირდაპირ, იმიტომ რომ ჩვენ რას ვაკეთებთ ეხლა რა, ეს ოპტიმიზაციას თუ სადმე ვახერხებთ, ვცდილობთ რომ დაუბრუნეთ ჩვენივე კლიენტებს უკან. მაგალითად ის კლიენტები და კომპანიები, რომელიც შეძლებენ წინასწარ გადახდას 2.5%-ს პირდაპირ ვაძლევთ ფასდაკლებას. შესაბამისად ეს ფასის კომპონენტი ეს ფასის კომპონენტი. და არ ვიცი, ჩემი მონაცემით 91 დღე არის გადახდის პერიოდი თქვენ შემთხვევაში, რო ზაგიხდიან დისტრიბუციაზე. ნახეთ როგორ არის იქ საშუალო არის აღებული, მაგრამ 60 დღე პლუსი არის კი. ხო და საშუალო გამოვიდა, მე რაც დავთვალე 91 დეკემბრის ბოლო არის, შეიძლება რაღაც თვეები არის, ოდესაც მაღალი ისინია, საშუალო არის 60 დღე პლუს 70 დღემდე არის. 70 დღემდე არის. კი, ეს დიდი კომპონენტია, ჩვენ ხო გეუბნებით, აი გვაქვს პირდაპირ და სტანდარტი გვაქვს, მაგალითად ვეძახით არადისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელიც ძალიან გახსნილი გვაქვს ჩვენი სავაჭრო პირობები ყველასათვის. შესაბამისად, თუ ვინმე დაინტერესდება, რომ მაგალითად აიღოს სრული ავტომობილით შესყიდვა პალეტის დონეზე, პირდაპირ ფასდაკლების უზდით ამის გამო, იმიტომ რომ ეს ჩვენ ლოგისტიკურად მცირე დანახარჯი არის შედარებით და ვთავაზობ კლიენტებს, რომ თქვენ თუ წაიღებთ მოგიტანთ სრულ ავტომობილს პალეტით ყველა პროდუქციას ეს დამატებით ფასდაკლებებს უკეთებთ ამ შემთხვევაში. აი მაგას გითხავთ, მაშინ თუ შეიძლება. აი თქვენი ბრუნვის რა პროცენტი არის ის კლიენტები, რომელსაც ასე ფრაგმენტაცია ჭირდება და აი რომელიც ლოგისტიკას გიძულებს. იქნის ყველას, იმიტომ რომ იგივე ქსელებსაც აქვს პატარა მაღაზიები, სადაც საცალოზე გვიწევს მიტანა. ანუ შესაბამისად ეს დიდ ეფექტს არ გვაძლევს ჩვენ, რომ ის აი მაგალითად თქვენი ლოგისტიკის 50%-ია, როდესაც აი ხა წელს დავისვით გეგმა თუ 50% ჩვენი გაყიდვების მოხდეს ყუთებით, ეგრეთ წოდებული кейსებით გაყიდვა. დღესდღეობით არის სადღაც 23% არის და გეგმა დავუსვით გუნდს, რომ წლის ბოლომდე ავიდეთ 50%. და ეგ პროცესი მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ ხარჯებს და ან იქ მთელი ციკლი არის, ნახეთ, არა მხოლოდ საწყობში აგროვება არის, არამედ მიტანის დროს იქ მითვლის პროცესი ძალიან სირდება დროის მიხედვით, რომ საცალოდ რო უთვლით დიდი დრო მიაქვს ამას. შესაბამისად, უსაფრთხოების ნაწილშიც პრობლემები არის, იმიტომ რომ საცალო იქ შეგროვების დროს ამის გადათვლა და შემოწმება კიდე დამატებითი ხარჯი, ანუ დიდი აი ერთსაც გითხავთ, მან აი თქვენ თუ შეძელით რომ ეს ასე რომ ვთქვათ ლოგისტიკური პროცესები გაიფრო ეფექტური გახადოთ. თქვენი პროდუქტის რა ნაწილი არის მაღალი ელასტიურობა რო ახასიათებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი ვთქვათ 5% თუ შეცირდა, მნიშვნელოვნად მეტი იყიდება. რა ნაწილია ეს და ამ შემთხვევაში თქვენთვის მიზანი რა იქნება, თუ კი საოპერაციო ხარჯი შემცირდა, ასე რომ ვთქვათ, გადახდები გაუნჯობესდა და ამით ბიზნეს ეფექტურობა გაიზარდა, თქვენი ბიზნესის მოდელი რაზე არის აწყობილი, კარგ ფაში უფრო მეტი გაყიდოთ თუ მაღალ ფაში გაყიდოთ? ჯერ საოპერაციოს რო დავასრულო, აი IT-ის ძალიან დიდი ნაწილიც აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ვიყოთ მოწინააღმდეგეები მთელი რიგი მიმართულებებით. ეხლა SAP-ი არის ერთ-ერთი ძვირი სისტემა, გერმანული სისტემა და არის ანალოგები, შეიძლება მოპოვებული იყოს რუსეთის და უკრაინის ბაზაზე, მე-13 ფასი იყოს, მაგრამ დანერგილი გვაქვს ყველაზე მაღალი სტანდარტები მიმართულებით. შესაბამისად, ესეც იწვევს
საოპერაციო ნაწილში. ეს ბიზნეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ net profit-ი თუ ნახეთ, იქ რაღაც 2%-ის ფარგლებში არის, რაც შესაბამისად არც თუ ისე მაღალი არის, მაგრამ კი ბატონო, შეგიძლიათ ებიტაც ნახოთ. რაც შეეხება ფასების ნაწილს, ჩვენი ინტერესი არის, რომ ფასი არ გავზარდოთ ზოგადად. არასდროს არ არის ეს ჩვენი ინტერესი, როგორც სადისტრიბუციო კომპანიის. ამავე დროს ერთი მომენტი მინდა დავაფიქსირო, რომ საქართველოს ბაზარი განვითარდა ცოტა სხვა მიმართულებით, არ ვამბობ ცუდი თუ კარგი მიმართულებით, არის ეგრეთ წოდებული ბაზრები, სადაც არის high lows პრინციპი, ანუ მაღალი დაბალის პრინციპი. სტანდარტული ფასი არის მაღალი, მაგრამ ფასდაკლების დროს ძალიან ღრმად ჩადიან ფასდაკლებაში, რაც FMCG-ის მიმართულებით 50%-იანი ფასდაკლება, რასაც ჩვენთან ხშირად ნახავთ თარუებზე, არ არის ხოლმე როგორც წესი სტანდარტი, მაგრამ ჩვენი ბაზარი ესე განვითარდა. და მე დავეთანხმები კოლეგებს, რომ ხშირად ეს მიწოდებული cashback-ის ნაწილი მიდის ამ ფასდაკლებებში რა. არის სხვა ბაზრის პრინციპები, რასაც ideal pick-ვია everyday low price, რაც ყოველდღიურად დაბალ ფასს ნიშნავს. შესაბამისად, გააჩნია ჩვენ რას ვადარებთ. თუ ვადარებთ ეხლა გერმანიაში, სადაც არის რაღაც ქსელი, რომელიც ideal pick-ის პრინციპით მიდის და არა აქვს ღრმა ფასდაკლებები, იმ პერიოდს, როცა ჩვენთან ფასდაკლება არის, შესაძლებელი ეს ფასდასხვაობა ნახოთ. შემიძლია მაგალითი მოვიტანოთ, ჩვენ გვაქვს ორარბის ელექტრონული ჯაგრისი. ორარბის ელექტრონული ჯაგრისის პირობითად რო ავიღოთ ფასი არის ალბათ 80 ლარი. თაროზე ეს პროდუქტი ღირს 100 ლარი, მაგრამ მინიმუმ 3 დღე თვეში თითოეულ ქსელს აქვს 50%-იანი ფასდაკლება, როცა შეგიძლიათ შეიძინოთ 50 ლარად. ეს გაყიდვები არის დაახლოებით პროდუქციას გააჩნია ხა თქვენ მართალია იქ 70-30-ის პრინციპით მუშაობს დაახლოებით, მაგრამ ამ შემთხვევაში 90%-ს აღწევს, თუ ხალხი ელოდება, როდის იქნება ამ არ ყიდულობს, იმიტომ არ არის ყოველდღიური მოხმარების და ჩვენ ზოგადად ყოველდღიური მოხმარების აგრეთ ნაკლები გვაქვს ჩვენს პორტფელიში. შესაბამისად, თუ შეადარებთ ის, როდესაც ფასდაკლება არის ეს 3 დღე, უკვე გერმანიაზე იაფიც ვიქნებით რა. იქ სავარაუდოდ თაროზე ფასი იქნება ხო, ეგრე ბაზარის სტრუქტურა ჩამოყალიბდა და ჩვენც იძულებული ვართ, რომ შევყვეთ ამ პროცესს. დიახ, მადლობა. აი, კარგია, კიდევ მოგვიყევით ასეთი სხვა მაგალითებიც თუ გაქვთ, აი. ბევრი გვაქვს, აი, ბევრი მიმართულებით, ეხლა დამეთანხმებიან კოლეგები, რომ ფასი თაროზე რა ფასი არის დღეს საქართველოში არის ძალიან რთულად განსასაზღვრი, იმიტომ რომ იმდენად ღრმა ფასდაკლებები ხდება, რომ რთული არის, რომ თქვათ რა არის. თქვენი აზრის მიზეზი რა არის? ესე განვითარდა ბაზარი. ბაზარი განვითარდა ესე, cashback-ებმაც იმოქმედეს ამ მიმართულებით, მაგალითად არის ქვეყნები, სადაც თქვენ რაც თქვით net price-ი, ანუ on invoice ფასდაკლებაზე მეტი არ შეიძლება რომ იყოს 5%-ზე ზემოთ პირობითად რა, ანუ cashback-ი არის 5%-ზე. რა მოხდა იმ ქვეყნებში? ღრმა ფასდაკლებები გამოირიცხა ფაქტიურად, მაგრამ საშუალო ფასმა თაროზე დაიწია რა. ხო, მაგრამ მან ერთი რაღაცა ჩემი შეფასება მინდა გითხრათ, რომ მაგ შემთხვევაში მე უფრო ბიზნეს მოდელი, რომელიც ქსელები თავაზობენ, ეს არის, რომ აი იმ დინამიკა რო შეხედოთ 12 და 5 ლარიან მაგალითი რომ მოვიყვან, მათ 5 ლარიანი კლიენტის დაკარგაც არ უნდათ. და ყველას მყიდველთუნარიანობა თანაბარი არ არის. არის კლიენტი, რომელიც ზადა 12 ლარი გადაიხადოს, არის კლიენტი, რომელიც ზადა 8 ლარი გადაიხადოს, არის კლიენტი, რომელიც ზადა 5 ლარი გადაიხადოს. შესაბამისად, ბაზრის სტრუქტურა და დინამიკა სწორედ აქედან გამოდის, მომხმარებლიდან გამოდის და იმის ქსელის პოლიტიკა არის, გაყიდვების პოლიტიკა არის, რომ რაც შეიძლება ყველანაირი კლიენტი მოიზიდოს. ყველა ბიზნესის ის არის ხა. ახსნა ესა აქვს და ხა თქვენ რომ გერმანიის მაგალითი მოიყვანოთ, გერმანიაში ეს დიფერენციაცია არ არის და შესაბამისად ხო პროცესი არა. სხვანაირი ბაზარი არის, ასე რომ ვთქვათ, ისა უფრო პროგნოზირებადი ბაზარია, უფრო ასე დამდგარი ბაზარი, saturated ბაზარია, ასე რომ ვთქვათ, დამდგარი ბაზარია, იქ ცვლილებას ვერ მოელოდები ესა. თუ გარე შოკი უნდა მოხდეს რაღაც სასწავლო რომ ცვლილება იყოს და ჩვენ შემთხვევაში ჩვენ განვითარებადი ბაზარი არის, ესე იგი ეს ბევრი ფაქტორებია, ეკონომიკა იზრდება, ბაშობა, რა ქვია, ქვეყანა ვითარდება და შესაბამისად ესეც აისახება, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის შედარებით საშუალო კლასი იქნება და ეს იწვევს ასახვას ამ ბაზარზე და ალბათ ეს არის მიზეზი, რომ ასეთი ფასდაკლებები არსებობს. ალბათ ისიც არის, რომ მათი мотиваცია არის, რომ მოიზიდონ ადამიანები, რაც თქვენ ძანეთ ღრმა ფასდაკლებებით, რაც ჩვენ სექტორში ესე არ ხდება. ანუ ძალიან
თქმა არის 50% ფასდაკლება ტექნიკის მიმართულებით შეიძლება ხდება ხოლმე, მაგრამ აი ყოველ არ ხო ზოგიერთ ქვეყანაში მუშაობს, ზოგიერთ ქვეყანაში სხვა მოდელია. კიდე არის ერთი მომენტი ახლა ფასებთან დაკავშირებით, რაც არის პროდუქტები, რომელიც არის